მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. ავიდეოში გაიგებთ თუ ვინ არის ირაკლი კუპრაძე, რა გზა გაიარა მან სტუდენტური მანიფესტაციებიდან თბილისის მერობის კანდიდატობამდე და რა შანსები აქვს მოახლოებულ არჩევნებში. მეტი საინტერესო ვიდეოსათვის გამოიწერეთ არხი, ახლა კი დავიწყოთ. ირაკლი კუპრაძე არის საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე გამოკვეთილი ახალგაზრდა ფიგურა, რომელიც პოლიტიკაში ქუჩის პროტესტისა და სტუდენტური აქტივიზმის ხანგრძლივი გზის გავლის შემდეგ მოვიდა. დაიბადა ბათუმში 1994 წელს 30 ნოემბერს და სწორედ ამ ქალაქის ბედზე ზრუნვა ახსენდება ხშირად. კუპრაძეს მოღვაწეობა იწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, სადაც ის გახდა აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი ლიდერი. ეს იყო სტუდენტური მემარცხენე მოძრაობა, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა უნივერსიტეტის მმართველობას, იბრძოდა განათლების სისტემის დეპოლიტიზებისა და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირებისთვის. ამ პერიოდში კუპრაძე ასევე ცნობილი იყო როგორც მემარცხენე აქტივისტი და მოძრაობა მწვანე მუშტის წევრი. მისმა რადიკალურმა აქტივიზმმა მალევე მიიპყრო ყურადღება როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების მხრიდან. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო 2016 წელს, როდესაც თბილისის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ მას შეურაცხყოფელი ფრაზით მიმართა და მაიმუნი ვირიშვილი უწოდა. კუპრაძე ასევე იხსენებს, რომ მისი აქტიურობის გამო პრობლემები შეექმნა მამამისს, ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რომელმაც სამსახური დაკარგა. სამოქალაქო აქტივიზმიდან გამოსული კუპრაძე პოლიტიკურ პარტიაში 2019 წელს გაწევრიანდა და გახდა ლელო ძლიერის საქართველოს წევრი. მალევე 2020 წელს ის ამ პარტიას წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, რაც მისთვის პირველი სერიოზული პოლიტიკური გამოცდილება იყო. მისი კარიერული წინსვლა პარტიაში სწრაფი იყო. 2023 წლის მარტში ის ლელოს გენერალურ მდივნად აირჩიეს, რითაც პარტიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა. ეს გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტიის პრინციპს, ახალგაზრდების წინ წამოწევას ემსახურებოდა. ირაკლი კუპრაძე თბილისის მერობის ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად იქცა. ის წარდგენილია როგორც ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის გაერთიანებული ოპოზიციური ძალების საერთო კანდიდატი. ეს ალიანსი ოპოზიციურ ველზე მნიშვნელოვან მაბიჯად შეფასდა, რომლის მიზანიც ოპოზიციური ამომრჩევლის ხმების მაქსიმალური კონსოლიდაციაა. მისი საარჩევნო გუნდი საკმაოდ ძლიერია, ვიცემერობის კანდიდატებად ტატა ხვედელიანით და ალეკო ელისაშვილით. კუპრაძის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილია თბილისის ქართული ოცნებისთვის გამოგლეჭვა და ქალაქის მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარება. მისი ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი დაპირებაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში თბილისში ყველა პენსიონერს უფასო მედიკამენტები ექნება. ირაკლი კუპრაძის იმიჯი არის ახალგაზრდა, ბერძოლი და უკომპრომისო ოპოზიციონერი, რომელიც მზად არის პირდაპირ დაპირისპირებისთვის. ეს იმიჯი მას გარკვეულ მხარდაჭერას მოპოვებაში ეხმარება ახალგაზრდა, პროდასავლურ და აქტივისტურად განწყობილ ამომრჩეველში. რაც შეეხება მერობის შანსებს, ისინი პირდაპირ კავშირშია ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციის ეფექტურობასთან. კუპრაძის ოპტიმისტური განცხადებები, რომ კახაკალაძის დამარცხების 70%-იანი შანსი არსებობს, მიზნად ისახავს ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზაციას განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ნაწილი არჩევნების ბოიკოტირებას მოუწოდებს. თბილისელებისთვის კუპრაძის კანდიდატურა მეტყანიდად იმითაც ჩანს სანდო, რომ მისი პოლიტიკური ცხოვრების ისტორია სუფთაა და ნაკლებად არის მოცული იდუმალებირად, რაც ვერ ვიტყვით თუნდაც კახაკალაძეზე. ეს კი დიდ უპირატესოდად შეიძლება ჩაითვალოს. მოკლედ, ირაკლი კუპრაძის ისტორია არის აქტივისტის პოლიტიკოსად ტრანსფორმაციის ნათელი მაგალითი, რომელიც ცდილობს თავისი ენერგია და ქუჩის გამოცდილება დედაქალაქის მართვისთვის ბრძოლაში გამოიყენოს. დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რას ფიქრობთ ირაკლი კუპრაძის კანდიდატურასა და მის შანსებზე თბილისის მერობის არჩევნებში. დღეისათვის კი სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.